თბილისის საქალაქო სასამართლოში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და ცნობილი სახეების მონაწილეობით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. მსაჯულებმა გაზრახყველობის საქმე განიხილეს, დაცვის სახელმწიფო ბრალდებისა და თავად ბრალდებულის როლები საქალაქო სასამართლოს აპარატის თანამშრომლებმა მოირგეს. ღონისძიების მიზანია მოსახლეობამ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად საქართველოში განვავრცოთ, პოპულარული გავხადოთ ის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელიც ამოქმედდა 2010 წლის 1 ოქტომბრიდან, რასაც ქვია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტი და აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინსტიტუტის მოქმედება და რეალურად დამკვიდრება პირველ რიგში ხელს უწყობს საზოგადოების დემოკრატიზაციასა და ქვეყნის წარმოჩინებას საერთაშორისო არენას. ეს ინსტიტუტი გულისხმობს იმას, რომ ზოგადად თვითონ საზოგადოებას ექნება შეხება უშუალო დანაშაულთან, რომელიც იგივე საზოგადოებიდან მომდინარეობს. ამიტომ ვფიქრობ, საინტერესო იქნება და ვეცდებით ყველანაირად, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ეს არის, ასე ვთქვათ, იმიტირებული, მაგრამ აი ხა ვფიქრობ, ეს ზუსტად რამხელა პასუხისმგებლობა უნდა კონდეს მსაჯულს და რა რთულია ეს ყველაფერი, თუ შენ ფაქტობრივად უნდა გადაწყვიტო ადამიანების ბედი.